28 იანვრის დღის მთავარ ეკონომიკურ და ბიზნეს ამბებს მონეტიზაციის გუნდთან ერთად გიგათვაური წარგიდგენთ. მომხმარებელთა დაცვა და მომხმარებელთა უფლებები იქნება დღევანდელი ჩვენი პირველი ბლოკის მთავარი თემა და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და გადაცემის მეგობარი კონკურენციის სააგენტო იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით თოლიკო, შევახსენებ მაყურებელს, რომ კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი არის ქალბატონი ოლიკო კობახიძე ჩვენთან ერთად და პირველ რიგში მადლობით უნდა დავიწყო, იმიტომ რომ კონკურენციის სააგენტო არის ორგანიზაცია, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო, რომელიც ძალიან ხშირად არის ჩვენი სტუმარი და მისი დადგენილებებით და მისი მომხმარებელზე ორიენტირებული რეგულაციებით ძალიან ეხმარება ბიზნეს გარემოს იმისათვის, რომ ტრანსფორმირდეს როგორც ევროპული. სანამ დავიწყებთ უშუალოდ ჩვენ ძირითად საუბარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მანამდე მინდა რომ 2024 წლის სტატისტიკით დავიწყო. გისმენთ. Კიდევ მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისა და საკითხის დაინტერესებისათვის. თქვენ ნამდვილად სწორი აქცენტირება გააკეთეთ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პროგნოზირდეს მომხმარებლის აქტიურობა და მე მინდა უფრო შედარებით კონტექსტში დავანახო ჩვენს მაყურებელს, როგორ იყო 2023 წელს, როგორ გაიზარდა 2024 წელს მომხმარებელთა მომართვიანობა. Urჯერ არის გაზრდილი, დაახლოებით 900-მდე განაცხადი შემოვიდა. კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ განიხილა ეს განაცხადები 200 შემთხვევაში, დაახლოებით 200-მდე შემთხვევაში მოვაჭრეს და უდასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევის ფაქტი და ასევე მინდა ჩვენს მაყურებელს ვაცნობო ის ჯამური რაოდენობა სანქციების, რაც დაახლოებით 56 მოვაჭრეს დაეკისრა და დამეთანხმებით ითვალისწინებს კონკურენციის კანონი ითვალისწინებს შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ კი გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება მოვაჭრის მიერ ამ შემთხვევაში დასანქცირების შესაძლებლობას და 56 შემთხვევაში ეს გახლდათ ჯამური რაოდენობა დაახლოებით 60,000 ლარამდე. და ამით მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რამდენად გაიზარდა მომხმარებელთა მომართვიანობა, რამდენად გაიზარდა მომხმარებლის და მათ შორის ბიზნესის ცნობიერების დონე ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ 2025 წელი კიდევ უფრო დატვირთული, ნაყოფიერი იქნება და მომხმარებელი კიდევ უფრო აქტიური. ძალიან დიდი მადლობა, ცოტა ხა უფრო სიღრმისეულად შეგიკითხებით, ვიცი რომ ძალიან სათითაოდ თითოეულ кейსს უდგებით რაღაცა ინდივიდუალურად. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აი როგორი მე ჩვენ ვიცით რომ არაერთხელ ყოლია კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრად რომ არა ანუ თლიანად სააგენტო ორიენტირებულია რაღაც ევროპული პრაქტიკით და ევროპული პრაქტიკით მიიღოს გადაწყვეტილება და განიხილოს თითოეული кейსი. აი როგორ ხელმძღვანელობს აი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. Კიდევ მადლობა შეკითხვისათვის. მე უფრო შორიდან დავიწყო, ვიდრე თანმიმდევრულად кейსების განხილვას შევუდგებით. მოგეხსენებათ, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება გახლავთ მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის გაძლიერება და აღსრულების ნაწილშიც აღსრულების მექანიზმების დახვეწა. შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ მოხდეს დირექტივებთან დაახლოება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მათი ცოდნა გამოცდილების გაზიარება, შესაბამისად, სააგენტოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში და ეს ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე და შეუძლია ჩვენს მაყურებელს გაეცნოს, ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გამოცდილება, მათ მიერ კონკრეტული დირექტივის ნორმის განმარტება და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი кейსით დავიწყებ და ეს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპია ზოგადად, რომ ბიზნეს ამომხმარებლო ურთიერთობაში მომხმარებელი ყავს სუსტი მხარე, ხო? შესაბამისად, მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება და ამ ინფორმირების სტანდარტის დაცვა არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი კანონის და რა თქმა უნდა ბიზნეს ამომხმარებლო ურთიერთობის გამართულად ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი. შესაბამისად, ამ ინფორმირების ვალდებულებიდან იწყება ყველაფერი. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სტანდარტი გახლავთ ფასის მითითების სტანდარტი. და ეს კიდევ უფრო რაც ბოლო პერიოდში არის, ხო? რაც უფრო ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რეზონანსული იყო ბოლო პერიოდის მათ შორის საცნობარო კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი და
თქვენ იცით რომ მენიუში უნდა მიეთითოს გადასახადებთან ერთად ერთად სხვა დამატებითი ხარჯი რომელსაც მოვაჭრე აწესებს ეს ხარჯი უნდა იყოს გარდაუვალი რომლის გადახდის გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელი ვერ მიიღებს იმ კონკრეტულ საქონელსა თუ მომსახურებას შესაბამისად ეს ვალდებულება არის გათვალისწინებული და რა თქმა უნდა სააგენტომ გაიზიარა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა და ცალკეული ქვეყნების მიდგომა ამ მიმართულებითაც ფასის მითითების სტანდარტთან დაკავშირებით მე ვახსენე დირექტივებთან დაახლოება ხო და თქვენ დამეთანხმებით რომ ეს დირექტივები ეტაპობრივად იცვლება, ცვლილებას განიცდიან შესაბამისად ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, როდესაც მოვაჭრე აცხადებს ფასდაკლებას ფასდაკლების შემთხვევაში როგორ უნდა მიეთითოს ფასდაკლებული ფასი და ფასდაკლებამდე არსებული ფასი. ახალი სტანდარტი შემოვიდა, რომ უნდა მიეთითოს სამი ფასი, აი სამი ფასი გახლავთ, ერთი საწყისი ფასი, მეორე ფასდაკლებული ფასი, პირობითად კი ბატონო, და ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასი, რაც იმ კონკრეტულ პროდუქციაზე თუ მომსახურებაზე ქონდა მოვაჭრეს განთავსებული. ძალიან საინტერესოა. მე მოდით ასე პირადი გამოცდილებიდანაც ვიტყვი ორ სიტყვას, რომ მე სულ რამოდენიმე თვის წინ ჩემი უფლებები დაირღვა. თუმცა არ მომიწია თქვენთან დაკავშირება, იმიტომ რომ ვახსენე რომ კონკურენციის სააგენტოს მიმართავდი, მოგვარდა ეგრევე ეგ პრობლემა. მაგრამ სხვა ადამიანებმა არ იციან ეს, როგორ უნდა ახსენონ კონკურენციის სააგენტო, როგორ უნდა მოგმართონ, ან რა ნაბიჯებია იმისათვის, რომ საქმე იყოს განხილული და თავისუფლად არა მარტო მომხმარებელზეა საუბარი ამ შემთხვევაში კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის უფლებებიც უნდა იყოს ხო დაცული. მე მინდა გკითხოთ იმ პროცესებზე, აი რა უნდა ქნას, რა უნდა მოიმოქმედოს ბიზნესმა ან კერძო პირმა, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. იგა, მადლობა შეკითხვისათვის, თქვენ ნამდვილად სწორი აქცენტი გააკეთეთ. გარდა იმისა, რომ სამართლებრივად სახელმწიფო მაქსიმალურად დაახლოებულია და ეს შეფასდა პროცენტულად რო გამოვსახოთ დაახლოებით 90%-ით ვართ დაახლოებული დირექტივებს და twinning-ის პარკლებში ეს პროცესები შეფასდა ძალიან დადებითად და ნამდვილად საამაყოა. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებაც, ხო, დამეთანხმებით. ის რომ როგორ მომართოს სააგენტოს, როგორ დაიცვას თავისი უფლებები. ამიტომაც ჩვენს მაყურებელს მინდა რომ დეტალურად განმოვმარტო. თუ კი თვლის რომ დაირღვა მისი როგორც მომხმარებლის უფლება, მას შეუძლია განაცხადის ფორმით მომართოს სააგენტოს. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე ვიზიტით სააგენტოში. დისტანციურად ხელმისაწვდომია თავისთავად ცხადია ჩვენს ვებგვერდზე. დადგენილია ფორმა, რა ფორმასაც ავსებს, სადაც უნდა იყოს აუცილებლად მითითებული მონაცემები, განცხადებლის მონაცემები, ასევე მოვაჭრის საიდენტიფიკაციო ნომერი, დასახელება, ფაქტობრივი გარემოებები, რაზე დაავობს. მერე უკვე მსვლელობა მიეცემა განცხადებას, განცხადების შემოსვლიდან სააგენტო ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დადგენილ ვადებში განიხილავს, 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაწყდეს, დაიწყებს თუ არა საქმის წარმოებას კონკრეტული მოვაჭრის მიმართ, რა თქმა უნდა იკვეთებოდეს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა და მერე უკვე სააგენტოს აქვს ერთი თვის ვადა, რა ვადაშიც განიხილავს ამ განცხადებას. და მე მინდა ასევე ბიზნესისთვისაც რომ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ, ჩავშალოთ ასევე მიმართულებები სააგენტო, როდესაც განიხილავს განცხადებას, არსებობს რამოდენიმე მიმართულება, ერთია რომ კანონი აძლევს შესაძლებლობას მოვაჭრეს მომართოს სააგენტოს პირობითი ვალდებულების აღებით, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ იგი მზაობას გამოთქვამს, თავის სავაჭრო პოლიტიკას შესაბამისობაში მოიყვანს კანონთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ფარგლებში, თუ კი დაუშვათ ამ ინიციატივას არ გამოთქვამს, სააგენტო მიიღებს, განიხილავს არსებითად საქმეს და მიიღებს ან დარღვევის დადასტურების გადაწყვეტილებას, ან არ დადასტურების გადაწყვეტილებას, მერე უკვე თუ კი დარღვევის დადასტურების გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, მოვაჭრე ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნე დასაწყისში, კანონი თვალისწინებს სანქცირების მექანიზმს, დაჯარიმდება მოვაჭრე და ჯარიმა შეადგენს წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-ს. ძალიან საინტერესოა, ძალიან დეტალურად აგვიხსენით. მეც ვისურვებდი, რომ არ მინდა რომ რაღაცა
საქმე ძალიან გაგიათმაგდეთ, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს ციფრიც მიმდინარე წელს გაორმაგდეს და გაოთხმაგდეს, იმიტომ რომ საკუთარ თავზე გამოვცადე თქვენი სააგენტოს ოპერირებით, რამხელა ბენეფიტი შეუძლია მომხმარებელს მიიღოს, როცა საკუთარი უფლებები ირღვევა. ძალიან დიდი მადლობა, ოლიკო კობახიძე იყო ჩვენი სტუმარი, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. მე აქვე პირობას ჩამოგართმევთ, რომ შეიძლება იქნები ჩვენი სტუმარი, არაჩვეულებრივი სპიკერია ოლიკო და თავისი საქმით ნამდვილი პროფესიონალი. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, დაგვეოდეთ საინტერესო მეორე ბლოგი გავაკეთოთ.